სამუშაობის 630 მილიონიანი მშენებლობა სვანეთის მთებში დღეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. თავისი მასშტაბით ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტი. ენგურ ჰესის შემდეგ, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი აშენებდა, საქართველოში ასეთი სიმძლავრის ჰესი არ აგებულა. ნენსკრას მშენებლობაზე ერთდროულად 1200 ადამიანი იმუშავებს. ისტორიული მშენებლობა 2017 წლისთვის დასრულდება და საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 200 მეგავატ ელექტროენერგიას მიაწვდის შიდა ბაზართან ერთად ენერგიის ნაწილი ექსპორტზე გავა. წლის ბოლომდე ქვეყანაში კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყება და მათგან ყველაზე მასშტაბური ნამახვანი იქნება. ამ კაფსულის ჩაშვებით ისტორიული მშენებლობა დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური მდინარე ნენსკრაზე სვანეთში აშენდება. პრეზიდენტთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობა დღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმაც მიიღეს. ეს აუცილებლად იქნება ყველაზე წარმატებული ჰესი. შეფეს საქარი, აბა. მადლობა პრეზიდენტო. გილოცავ დევანტევ დღეს საქართველოს. სოფლიოს მეგანაცვალე. ჩვენი პრეზიდენტობა ოქროს სახელი ხელწერება სვანეთის ისტორიაში. აი ამასაც კი ძალიან უყვართ აწუნებული. სიმაგრემის შემოდეს ამ ჩვენს უძველესად მერცმა გამარჯოს, მერცმა თავები გავხსენ. აშენოს ასეთი, ამის ამშენებელის ოჯახი აშენოს მერცმა. და დამალაშოს ჩვენი პრეზიდენტი ისი კაცილი ოჯახითა და მისი პატარა საქართველოს. ისტორიული ჰესის სამუშაოებზე მესტიაში ქართულ მხარესთან ერთად ჩინური კომპანია ჩაერთვება. პროექტში 630 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდება. ნენსკრა თავისი მასშტაბით ყველაზე დიდი ჰესი იქნება, რომელიც ქვეყანაში ენგურ ჰესის შემდეგ აშენდება. ენგურ ჰესის მშენებლობაზე კი მთელი საბჭოთა კავშირი იყო მობილიზებული. ნენსკრის პროექტის დეტალები დღეს ადგილობრივებს მიხეილ სააკაშვილმა გააცნო. ხშირად გავიგონებ ტელევიზორში, რომ გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა, ისტორიული მშენებლობა დაიწყო. ძალიან ხშირად არის ჩვეულებრივი ღონისძიებები და არის ჩვეულებრივი მშენებლობები. ეს არის გრანდიოზული მოვლენა მართლაც და ეს არის ისტორიული მშენებლობის დასაწყისი აქ სვანეთში და მთლიანად საქართველოში. ენგურ ჰესის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს არ აშენებულა ამ სიმძლავრის ჰესი. დამოუკიდებელ საქართველოში ამ სიმძლავრის ჰესზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც 4-5 წლის წინ. ჩვენ მართლაც ძალიან დიდი მოვლენის წინაშე ვართ, იმიტომ რომ ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჩინურ პარტნიორებთან ერთად, მაგრამ იმ პირობებში, როცა 90% აქ იქნება დასაქმებული ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, და ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები, ჩვენ უნდა დავეუფლოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი უფრო ეფექტური მშენებლობები, აქ 5 წელიწადში იდგება ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენებულა როდესმე ენგურის შემდეგ 200 მეგავატიანი, ხოლო აქედან ასევე 5 წელიწადში ჩვენ გადავალთ იმაზე, რომ საქართველოში გაორმაგდება ჰიდროენერგეტიკის სიმძლავრე, უпроსტო ორჯერ და მეჯერ გაიზრდება. დღეს გვაქვს 1800 მეგავატი, დაგვემატება 2300 მეგავატი. მაგრამ აქ ხდება ორი მდინარის პრაქტიკულად სხვაგან გადასვლა. გვირაბით გადასვლა მეორე მიმართულებით. პირველ რიგში რა თქმა უნდა ნენსკრასი. აქ შენდება დიდი კაშხალი. 1000 ადგილობრივი მოსახლე დასახლდება, ესე იგი აქ პრაქტიკულად ვისაც შეუძლია მუშაობა, მათ შორის უმუშევრობაზე ლაპარაკი ამ ხეობებში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. მაგრამ თავარი ესეც არ არის, ეს მნიშვნელოვანია ძალიან. თავარია რომ მე ამის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ამუშავებს დანარჩენ საქართველოს წარმოებას, დანარჩენ საქართველოს ბიზნესს, დანარჩენ საქართველოს ეკონომიკას. იმიტომ რომ თავარი ეს არის პირველი ჰესი, რომელიც ამუშავებს ჩვენ ენერგეტიკას ზამთარში. ენერგეტიკა ეს არის ხერხემალი საქართველოს წარმატების და დამოუკიდებლობის. ჩვენ რო დღეს ისევ ჩამოკიდებული ვიყოთ, როგორც 2005 წელს, ერთ დღეს აი ესე რომ გაგვიტიჩეს, ყველა გაზსადენი, ყველა ელექტროსადენი ჩაგობლენეს. ჩვენ რო დღეს კიდე იმაზე ვიყოთ ჩამოკიდებული, შეგვიძლია ხელი დაგვექნია ესე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს აქ ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გაზის მომარაგება მსოფლიოში და საქართველოს აქვს საკუთარი ჰიდროენერგეტიკა. ესე იგი სუფთა, ეფექტური
დამოუკიდებელი ენერგიის წყარო. მე ახლა დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს დოკუმენტ მშენებლობის დაწყების, ეხლა აგუგუნდება აქ ბულდოზერები, ტრაქტორები, თა უკვე ნაწილი უკვე მოიჭრა. შევესევით თებს და კიდე მოჭრეთებს, არ შეგეშიდეთ სილამაზეს არაფერად დააკრება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს აქაურობა. მე ძალიან მიყვარს სვანეთი არის უმდიდრესი მხარე საქართველოს, რამხელა რესურსებია. და პირველი თავარი რესურსი სვანეთში არის ხალხი. მასშტაბურ პროექტში ძირითადად ადგილობრივები ჩაერთვებიან. ჩინური კომპანია სინჰიდრო ვალდებულებას იღებს, რომ სამშენებლო სამუშაოებზე სწორედ სვანეთის და ახლო მდებარე რეგიონების წარმომადგენლები დასაქმდებიან. უკვე ცნობილია, რომ ჰესის აშენებისას 1200 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეს მაღალმთიან ზონაში მიგრაციის პროცესს შეაჩერებს. Beni peki şeyde oradan apalda. Aynı yere rot kubersin. Hafta başları bak kubersin. Ata şas otmaz diyor. Şida otmaz dağıtı olacak hep kubersin. Ekvat samas otmaz olacak. Samas dağıtı olacak ya matı da şey. Migrasiya. Aklan. Artık başları bak. Atası kaçı dünya tanışıbını martuamışı. მე ესე იგი ჩვენ შემდეგი ეტაპი როგორც კი მესტია და თეთრული მორჩება, შემდეგი სპორტის სათხილამურო უნდა ჭუბერში გაკეთდეს ასევე ხალხი. ასევე ჩვენ ბევრად მეტი ხალხი დაგჭირდება ჭუბერში. და ამიტომ ჭუბერს გეგმები იმედი მაქვს, დიდი მადლობა. თავისუფლება რო არის, მიკროფონები რო არის, ერთი ხმა მარტო ამის გულისთვის ეკუთვნის ჩვენ. მე გადაგახარა. ავალია ჩვენ ეს იქნება ჩვენი პირველი სახელი ჩვენთვის. მე ვიგებოდა მე ვიტარი ჩვენთვის საადაშვილი. ეს პატარა ყურადღება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისიც რომ მე პატარა წვლილი შევიტანე. ეს ის საფუძველი ჩაყარაში არის ჩვენთვის დიდი ბედნიერება. იმიტომ რომ ჩემი სოფლის მომავალია და ძალიან მიხარია. ამას მოყვება ეკონომიურად გაძლიერება მოსახლეობის და მიგრაცია შეჩერდება გასვლა აქედან და თუ დასაქმებული იქნება ხალხი ეკონომიურად არ უჭირს მაშინ სვანეთზე უკეთესი ადგილი არსად არ არის. ადგილობრივებისათვის ეს მშენებლობა იქნება უძირფაშესი სამუშაო ადგილი. ყველა ახალგაზრდა ბიჭი თუ ქალი დასაქმდება ამის მშენებლობაში. საწყის ეტაპზე სვანეთში ჰიდროელექტროსადგურის აშენებისთვის ინფრასტრუქტურა მომზადდება. პროექტის მეორე ეტაპი უშუალოდ სადგურის მშენებლობა იქნება. ნესკრა-ჰესი 210 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ელექტროენერგია ზამთარში შიდა ბაზარს მოხმარდება, ზაფხულში კი ის ექსპორტზე გავა. ნესკრა-ჰესი არის 210 მეგავატიანი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური არის საქართველოს ენერგეტიკისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის 3 თვის განმავლობაში თავის მაქსიმალურ გამომუშავებას გამოიმუშავებს და შესაბამისად შესაძლებელი არის ამ ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიით ჩანაცვლდეს ერთი ბლოკი თბოელექტროსადგურის. პირველ ეტაპზე იგეგმება მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ხოლო შემდგომში უკვე დაიწყება არსებითი სამუშაოები თვითონ კაშხლის მშენებლობაზე და ასევე გვირაბების მიმართულებით. ჩვენი ახალი პროექტი ნესკრას ჰესის მშენებლობაა, რომელზეც ქართულ მხარესთან ერთად ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჰესი ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ამ ყოველთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამტკიცდება. პირველ რიგში აქ გზის გაკეთებას ვაპირებთ, იმისათვის რომ მძიმე ტექნიკა მიმოძრაოს. ახალი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2017 წელს უნდა შევიდეს. ნესკრას შემდეგ ქვეყანაში წლის ბოლომდე კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყება, რადგან ყველაზე მასშტაბური ნამახვანი იქნება.